დღევანდელი ჩვენი სტუმარია ქალბატონი ნათია ოკუჯავა, ძალიან გამორჩეული ექიმი, ნევროლოგი, ძილის და ეპილეფსიის სპეციალისტი და ქართულ-ჰოლანდიური ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ძილის დარღვევა იყოს პირდაპირ მენტალური პრობლემით გამოწვეული დეპრესიაში, ფოთიაშლობა, ან ნებისმიერი სხვა, მაგრამ შესაძლებელია იყოს ეს მენტალური პრობლემა, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობდეს კიდე ცალკე ძილის პრობლემა. თუ კვირაში მინიმუმ 3 ღამე, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ჩვენ ცუდად გვზინავს და შემდეგ ცუდად გრძნობთ თავს მეორე დღეს, მაშინ ეს უკვე არის სამედიცინო პრობლემა, ხო? ძილის დარღვევა მაინც საზოგადოებაში აღქმული არის უფრო ჩაძინების პრობლემასთან, რომ ანუ 1 საათი ან რამოდენიმე საათი ან შეიძლება მთელი ღამე ვერ ვიძინებ. რა თქმა უნდა, ეს არის ძილის დარღვევა, მაგრამ ამის მიღმა ძალიან ბევრი ფორმა არსებობს. უნდა დავიწყოთ იქედან, რომ ურნალობთ ადამიანს, რა, ერთმთლიანს, ძალიან ასე ვთქვათ,